რაზე მუშაობ? სინჯები დადეს ეგერ. გადმოსაყრელია ეს სინჯები. people. გუში ხოქილო აგაღავი მუშაობ. Same you. სანამ არ მოვაკეთ წარმომადგენელი არ თქვი. Same you. Same you. მოდი აქ ერთი წუთი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ მოვიდეს და ცხლა დაიწყოს. Please. Ne? აგავორი მოჩვენა. Söyle Söyle. Dokumenti Mehmet, dokumenti. Tamam. Kendisi kimmiş ki ben ona doküman vereceğim. Ben bina kartı kaç kıtı Ben var kartı. Ben kartı var. Sen Türkiye. Şunu çevirir misin? Hadi ya sen beni yıkar. Hadi ya gel. Nereye doğru? Hadi. Hey! Don't touch! Ne bağırıyorsun? Don't touch! Mehmet şimdi. Don't touch! Davaya kedan ekho. Davaya kedan biko. Ay გამარჯობათ მეგობრებო. Აი რამის ამატირა რა. Აი ხლა მე კადრები გავუშვი და აი ამაჟოლა მეგობრებო და აი ნახეთ რა ხდება ხო? ჯერ სად არის? აი მივხვდით ხო რა ხდებოდა კტანისის ტერიტორიაზე სადაც არაბები აპირებენ აშენებას დაიწყეს ამ მიწის ზომების ისა და პატარა ჯგუფი იყო რა იყო 10 კაცი ქალებით და როგორი შეტაკება იყო და აი ენას ვერ ვატრიანებ რა აი მეგობრებო აი რა გველოდება წამოდი ჯერ სად არის და აი როგორ გინდა ეს მეჯღანუაშვილების მთავრობა არ ვიცი რა აი ფულის გულისთვის აი რამდენი უნდა ვილაპარაკოთ კაცო ჩვენი წინაპრები ხვლით და ომით და სისხლით იცავდნენ ამ ტერიტორიებს ყველაფერს ამ ისტორიას ეხლა ძალიან სიღრმეებში ნუ წამიყვანთ მაგრამ და რას ხედავთ ფული ბაბაია ფულის გამო აი ელემენტარულად შეხედეთ აი უფრო დააკვირდეთ ხო ამდენი ხანი აი ეს ეხლა 2-5 მუშა იყო და წარმოიდგინეთ ეს უკვე ოფიციალურად რომ ისე რომ მიყიდი იმ მიწას და ოფიციალურად ბანკის იქნება მე რა უნდა გავუკეთო და ნუ ამაზე უკვე ამდენი უნდა ვილაპარაკოთ თუ საშინელება რა ვიცი აი როგორ შეიძლება ამას წნარად უყურო და ელემენტარულად არ ვიცი აი რა ამ თავრობას ამ აი ენას ვერ ვაპარ აი ისე ნერვიულობ რა წარმოიდგინეთ ეს 5 კაცი რა დღეშია და მე ოფიციალურად იურიდიულად რომ გაიფორმებენ იმას მე გააგდებ აქიდან და წარმოიდგინეთ რა ხალხი შეეწირება და ჯერ ისედაც ჩვენი ქართველი ხალხი ამ ფინანსური პრობლემებიდან გამოდიან ნახევარი საქართველოს დაცლილია დემოგრაფია საშინელი მდგომარეობაში გვაქვს გარშემოსულ ხალხი ურთიერთობა ეს მეჯღანუაშვილები რა დღეში არიან და ვითომც არაფერი აი სამთავრობო ტელევიზიას უყურო და იმებს უყურო ვითომც არაფერი არ ხდება არაფერი და აი ვერ ლაპარაკ აი ჯერ ისედაც მიჭის ხოლმე სწორი ლაპარაკი როცა ნერვიულობ მაშინ რა იქნება რა Dokumenti Mehmet yok bakın. Polis misin sen? Lütfen. Kimsin sen ya? Bin arabaya. Bin. Yürü git. Yürü git. Lütfen. Yürü git. Yürü git. Please. Go away, Jim. No speak Georgian. Şey. Please lütfen. Arası. Vuramazsın. Benim arabama vuramazsın. თქვენი პასუხისმგებლობა აიღეთ. თქვენ რას აკეთებთ? თქვენ რატო არ იღებთ ხმას?
საპატრიარქოს ამოიღებს ხმას, მაგრამ თქვენ რო ხელს იშვერთ, თქვენ რატო არ იღებთ ხმას, აქ რომ მიკაკუნებთ? რატო არ გამოგიხართ? აი ამ კადრს სპეციალურად უშვებ და ალბათ თქვენ თვითონ შეაფასეთ. აი რა გველოდება, მეგობრებო, რა გველოდება და წარმოიდგინეთ ქუჩაში უცხოელის გავლა, არაბის გავლა, სხვა წამფერის არ ვიცი რა იქნება, ეს იქნება ცემატყება, უბედურება და ეს გინდათ, აი არ ვიცი რა, აი მე არ ვიცი. ხოდა კაი ჯანდაბას ეს მეჯღანუაშვილები კაი არჩევნებით და რაღაცით მოიშორეთ, მაგრამ მე ჩემ საპატრიარქოს აი ველოდები რა, არ მოიღეთ ხმა, ერთი პატარა ორი სიტყვა და დამთავრდება ეს ყველაფერი და წავიდნენ და გააკეთონ ის რაც უნდა კაცო და შეეშნან ამ არ ვიცი, აი მე აი საპატრიარქოს მივმართავ რა. ამბიცია მაქვს რომ ეკლესიური ადამიანი ჯერ ისედაც გვაშავებენ ქართველები ქალების მცემთ, ქართველები ტყვევს ვკლავთ, ქართველები ქუჩაში არაბებს მცემთ. აი ესეთ კადრებს რო გაუშვებენ და ასე აი წარმოიდგინეთ როგორი ქართველების სახე როგორ გაბანძდება. ეხლა იმას უხსენე შენ რომ ასე არ შეიძლება და ეს რაღაც მოგუნილი და ხალხი ნერვიულობს ვერ აუხსნე ყველა და კადრები და მანიპულაციები და რამდენი რაღაცის გაკეთება შეიძლება რომ გაასწორო ეს ქართველი კაცი. ეხლა ამ კადრებს რო უყურებ ჩვენ სოფლიოს რო უყურებს ხო და ქალბატონები რა დღეში იყვნენ და ჯერ სადახარ და არ ვიცი ელემენტარულად ასეთი რაღაცა მართლობა აგერ ერთადერთი მეგობრებო სანამ არ აგორდა ეს ყველაფერი საპატრიარქო ჩაერიეთ საქმე თუ არა რა ვიცი ახლა მღვდელმა თავის საქმე უნდა აკეთოს კაცო მღვდელმა როგორ უნდა აკეთოს თავის არის გორწმუნე ხალხი არის მწყემსი რო ხარ უნდა ზრუნავდე შენ მრევლზე ხო შენი მრევლი ასე დღეში როა და შენ ხმას არ იღებ აი არ ვიცი აი ამიხსენით რა მეგობრებო და მომკალით რა მაგრამ თავარია მეგობრებო ხელში ავიყვანოთ ჩვენი ეს უფრო ახალი კადრებია და ცოტა აუყეთი მაგრამ თავარია წყნარად სიმშვიდით მერტი ჩვენთან არის და მეთქრობით და ბრძნულად და ჭკვიანურად უნდა მივყვეთ ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და უნდა ვიყოთ ძლიერები, მშვიდები და ორგანიზებული სიმშვიდე და ათავრე სიბრძნე და ბოდიში და ასეთ კადრებს რო გამოუშვი და ამ კადრებიდან დავამთავრებ იმიტომ კი არა ვინმე მინდა დავძაბო იმიტომ ვინმე მინდა ავაფორიაქო არა უბრალოდ ხალხო კი არა მთავრობა დაფიქრდი და გადი ნებისმიერ კაცო ხო ხედავთ რომ ადამიანებს შორდებით ხალხს შორდებით დაშორდით ხალხს და დამთავრდება ტრაგიკულად ხო ყველა ჩვენ ვიდეო გვაქვს დადებული ხო როცა პოლიტიკოსები შორდებიან ხალხს ისინი ამთავრებენ ძალიან ცუდად ეგ მოხდება და რა ვიცი საიდან რატომ ძალადობთ რა გინდათ სანამ თურმე მოდით ასე და დაამთავრეთ ეს საკითხი და გაუშვი და სხვა იმ რეალური პრობლემები რაც ქვეყანას აწუხებს და რაც მართლა გადასაჭრელი აი მას უნდა მივხედო და ეს ფული ვახ მამონა კარგით მეგობრებო დავარია არავარდეთ წნირად შვიდად წყნარად შვიდად ასიზავ ასეთი რთულ პერიოდში მოგვიწია ჩვენი ჯვარი რომელიც ყველას აქვს განსატარებელი მძიმე ჯვარია მაგრამ ღირსეულად უნდა ვატაროთ ეს ჩვენი ჯვარი რომ მომავალ თაობაში როგორია მომავალ თაობაში რომ ვკითხავე რასაკეთებდი შენ ძმა ვიქო და არა იცი ჩუმად ვიყავი და იმას ველოდებოდი ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ ერთიანად და ღმერთი არის ჩვენთან ყველას გისურვებთ აი როგორ თქვა გამარჯვება რა შუაშია გამარჯვება ამის დაშვებაც არ შეიძლება აი არ ვიცი აი საგიჟეთი აი საბალამუტეთია რა აი ეს სიმწირისგან ვიცინე რა კარგეთ მეგობრებო აღარ შეგაწუხებ და ყველას გისურვებთ წარმატებას ბედნიერებას და დავთავრია სიმშვიდეს მე კლავიატურაზე გეძახით ყველას პრების სისხლით მორწყული მიწაწყალი
აი ეს დაიჭი. ნახე თავისიანები მოვიდნენ ნახე. გადი აქედან. გადი აქედან. I don't argue. გამარჯობათ მეგობრებო, ყველა სიმხნევე, ძალა, სიბრძნე და ერთიანობა. მეგობრებო, ამ ვიდეოს წერ და ძალიან გულის ტკივილით ავწერ, იმიტომ რომ გადავწყვიტე, რომ ძალიან მოქმედი და ჩვენი პრობლემა ეს არაფული პრობლემა და მე ასეთი რაღაცა გადავწყვიტე, სანამ ეს არაფული პრობლემა არ გადაწყვეტება, სანამ ეს მეჯღანუაშვილების მთავრობა და საპატრიარქო არ გააჩერებს ამ უზნეო ერისთვის აქვია საშინელ შედეგებით დამამთავრებელ პროცესს, მე მაქამდე ჩემებურად პროტესტს განვაცხადებ და სამწუხაროდ ვიდეოებს არ დავდებ. გული მოკტა რა როიწყვია და ეხლა მე დავდო და ხალხი აქ ნერვიულობდეს და აქ რაღაცებს ვიღებდე რა თქმა უნდა ჩვენი არხი ყოველთვის მებრძოლების და მიმდინარე პრობლემებისთვის წარმატებისთვის ყოველ შემთხვევაში ეს გვინდა რომ ადამიანებს წარმატებას მიასწრონ მიადრეს რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ მე ახლა აქ ამერიკაში ვიყო, ის გადავიყო ისა და საქართველოში ეს უბედური პრობლემები გადაუჭრელი იყოს, მე უფლებას ვერ მიცემ ჩემ თავს რომ ვიდეოები დავდო. და მაგ ეთი 20-მდე ვიდეო მაგ გადაღებული და ბევრ თემებზე ქონდა საუბარი, ჩვენ ხო იცით როგორ მიყვარს 1000 რაღაცებზე ლაპარაკი ფილოსოფიაზე, სიყვარულზე და იმიტომ რომ უბრალოდ ძლიერები ვიყოთ, მაგრამ მე ჩემ თავს უფლებას ვერ მივცემ რომ ასეთ სიტუაციაში თუნდაც ასეთი ვიდეო დავდო. არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი და მით უმეტეს როცა ამბიცია გაქვს რომ ხარ ეკლესიური, რელიგიური და გინდა შენ ხალხის გვერდზე იდგეს სულ და აქ ახლა იღებდი აქ რაღაცებს არ გამოდის, არ იქნება მართალი. თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცებია, ბევრი კაი რაღაცები მაგ გადაღებული, მაგრამ არ აუშავს. მე იმედია რომ ეს ყველაფერი მარტება თბილისში. თუ საჭირო იქნება მე ჩამოვარ, გადავხედავ შორიდან, მაგრამ სანამ მე კიდე ისე და ისე ვიძახი, სანამ ეს პრობლემა არ დაიკეტება და არაბები არ წავლენ იქიდან და უბრალოდ ეს პრობლემა არ გადაიჭრება, მე ჩემებურად და ესე ვიდეოს აღარ დავდებ. თუ რაღაცა პოლიტიკური რაღაცა იქნება, რაღაც საგანგაშო, მაშინ დავდებ სიტყვაზე, მაგრამ აი ეს ჩვენ სტილში რასაც ვაკეთებით, ცოტა ხანი მოგვიწევს დაშორება. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ყოველთვის ვიტყვით, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ბედნიერებისათვის, რომ გაუთხიდეთ, რომ ვიყოთ ბედნიერი და რომ გაუთხიდეთ ერთმანეთს, არ უნდა დავიზაროთ. აქედან ჩვენ არ უნდა დაგვეზაროს სამშობლოს სიყვარული, არ უნდა დაგვეზაროს სამშობლოს გადარჩენას, არ უნდა დაგვეზაროს და ჩვენი მომავლისთვის არაფერი არ უნდა დაგვეზაროს. ისე და ისე მეგობრებო, შევინარჩუნეთ სიბრძნე, სიმხნევე და ერთიანობა. ვიქნებით ერთიანები, ვიქნებით ძლიერები, ვიქნებით ღმერთთან, ყველაფერი ის იქნება როგორც საჭიროა. არ ვიქნებით ღმერთთან და უფალთან, აი ესეთ რეალიაში ვიქნებით. კარგი, დაგემშვიდობებით, იმედია ეს ყველაფერი მალე მოგვარდება და ჩვენ ისევ ძველებურად გავაგრძელებთ ჩვენ სტილში ამ ჩვენი ვიდეო არხების გამოშვებით. ყველას გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცეს და ღმერთი ჩვენთან არის. ამიტომ ჩვენ გავიმარჯვოთ. კარგად, მომავალ შეხვედრამდე. ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი.